თებერვლის შეჯამების ვიდეოდან Zoom-ერის ფილიალებამდე საკმაოდ მოკლე გზაა. ხო და Nothing-ის უახლეს მოდელებს განვიხილავ ამ ვიდეოში. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი სმარტფონები არიან და მოდი ვნახოთ. ოკეი, დავიწყოთ ყუთით და მოდი დიზაინზე ბოლოში ვისაუბრებ. სმარტფონების ყუთში გვხვდება კაბელი და кейსი. ორივე სმარტფონს Gorilla Glass 7i აქვს ეკრანზე, ამას დამატებული ორივეს ფირი აქვს გადაკრული ყუთიდანვე და ძალიან მაგარია ეგ. 4i-ის ჩარჩო პლასტმასისაა, ისევე როგორც მისი უკანა პანელი. აი პროს კი ჩარჩოს და უკანა პანელიც გაერთიანებული ალუმინის აქვს, რაც უფრო პრემიუმ შტაბეჭდილებას ტოვებს. იმდან სახალისო არ არის როგორც 4i, რადგან გამჭვირვალე უკანა პანელი თავისებურად საინტერესოა, მაგრამ თლიანი მეტალის დიზაინი ძალიან კარგად ძის ხელში და სასიამოვნო გამოსაყენებელია. IP64-დაც აქვს 4a-ის, 4a Pro-ს კი IP65. ორივეს აქვს სიმბარათის ჩასადები, სადაც ორ სიმს მოათავსებთ, Pro-ს კი eSIM-ის მხარდაჭერაც აქვს, რაც ძალიან მაგარია. ეკრანებს რაც შეეხება, 4a-ის 6.78 ინჩიანი AMOLED პანელი აქვს 4500 ნიტი პიკურის კაშკაშით და 120 Hz განახლების სიხშირით, Pro-ს კი 6.93 ინჩიანი ასევე AMOLED პანელი 5000 ნიტი პიკურის კაშკაშითა და 144 Hz განახლების სიხშირით. ორივეს აქვს თითის სანაპირის სკანერი ეკრანშივე. სულ ცოტათი უფრო დიდი ეკრანი აქვს Pro-ს, იმის ხარჯზეც რომ შედარებით უფრო პატარა სისქის შავი ჩარჩოები აქვს ეკრანზე, ეგრეთ წოდებული ბეზელები. მით უმეტეს 144 Hz განახლების სიხშირე კონკრეტულ აპლიკაციებსა და თამაშებზე აქვს. თამაშებისთვის კარგი ელემენტი და წარმოდობა გჭირდებათ. ხო და ეგეც გვაქვს. თითქმის 4a Snapdragon 7s Gen 4 ჩიპსეტი ამუშავებს, ხოლო 4a Pro-ს Snapdragon 7 Gen 4. ეს ორი ჩიპსეტი საკმარისია იმისთვის, რომ თამაშებით დატვირთოთ ეს სმარტფონები. მით უმეტეს 4a Pro, რომელსაც უფრო მძლავრი ჩიპსეტი აქვს და შესაბამისად უკეთესად გაკაჩავს თამაშებს. ორივე სმარტფონი შესანიშნავად ინარჩუნებს პერფორმანსს მძიმე დატვირთვისას და წარმოდობა თითქმის არ აკალდება, მაგრამ აი აქ არის ის თითქმის. ამ საფასო კატეგორიაში უფრო მძლავრი სმარტფონებიც არიან, რომლებიც კიდევ უფრო თავისუფლად გაკაჩავენ მაღალ გრაფიკულ თამაშებს. ჭყალებში გაკაჩავ. თუ თამაშებისთვის ეძებთ სმარტფონს, ეს სმარტფონებიც არ იქნებიან ცუდი არჩევანი, უბრალოდ სხვა სმარტფონები ბევრად უფრო მძლავრი ჩიპსეტებით უკეთეს შედეგებს ატევენ. თუმცა სხვა სმარტფონები ვერ გვთავაზობენ იმას, რასაც ეს სმარტფონები და ზოგადად Nothing-ი გვთავაზობს. სანამ ამაზე გავაგრძელებ, კამერებზე ვისაუბრებ. ორივე სმარტფონის კამერები თითქმის იდენტურია. მთავარი 50, ტელეფოტო ასევე 50, ultrawide 8, ხოლო selfie-ის კამერა 32 მეგაპიქსელიანია. განსხვავება გვაქვს მთავარ კამერაში. 4a Pro-ს სენსორი სულ ცოტათი უფრო დიდია და არის Sony-ს სენსორი. 4a-ის კი Samsung-ის სენსორი აქვს. Sony-ს ეს სენსორი კი უფრო სწრაფი ფოკუსით გამოირჩევა და ზოგადად უკეთეს შედეგებს დებს დაბლა განათებაში. ორივე სმარტფონის ფოტოები საკმაოდ კარგია, მით უმეტეს გვაქვს პრესეტები, რომლებიც შეგვიძლია დავაყენოთ, ან ჩვენით შევქმნათ, ან სულაც სხვა მოხმარებლის გადმოუწეროთ და გამოვიყენოთ. მოკლედ ძალიან მაგარია. მოდი ახლა ვისაუბრებ დიზაინზე. Nothing-ის დიზაინი მისი დაბადებიდანვე იყო ასეთი გამჭვირვალე და ჩემი აზრით ძალიან ლამაზი. 4a არის 3a-ის პირდაპირი გაგრძელება ერთი კამერის დამატებით და მომწონს ეს დიზაინი. კლიფებიც რა თქმა უნდა გვაქვს, როგორც ყოველთვის. ამ მოდელში კი უფრო მინიმალისტური კლიფებია. მარჯვენა მხარეს გვაქვს ეს LED განათებები, ქვედა კი წითელია და ვიდეო გადაღებისას ანათებს. 4a Pro ყველაზე განსხვავებული დიზაინის Nothing-ია, რაც აქამდე გვინახავს, რადგან აღარ არის კლასიკურად მთლიანად გამჭვირვალე და სულ მეტალის კორპუსია. კლიფები კი პიქსელებით შექმნილი ეკრანია და უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე 4a-ის კლიფი. ოკეი, როდესაც სმარტფონის შეძენა მინდა, რატომ უნდა ავირჩიო ეს სმარტფონი? მაშინ, როდესაც ამავე საფასო კატეგორიაში Pixel 10a ან თუნდაც Xiaomi-ის Poco F სერიები და ასე შემდეგ არის. რა არის ამ სმარტფონში განსაკუთრებული? დიზაინი, რომელიც ამ სმარტფონებს აქვთ, არ არის მხოლოდ ვიზუალი, ეს კლიფები არ არის მხოლოდ გასართობად. ამით ნახულობთ ტაიმერით დარჩენილ დროს, ხმის ჩაწერისას თქვენს ხმაზე რეაგირებს, ასევე რეაგირებს ზარებსა და ნოტიფიკაციებზე. შეგიძლიათ კონკრეტულ კონტაქტებს კონკრეტული ანიმაცია დაადოთ და გეცოდინებათ ვინ მოგწერათ. უნიკალურია software-ის გამოცდილებაც. Android 16-ზე მომუშავე Nothing-ის ოპერაციული სისტემა არის ალბათ ყველაზე უნიკალური Android-ის გამოცდილება, რასაც შეგვიძლია შევხვდეთ მით უმეტეს ამ საფასო კატეგორიაში. ძალიან ლამაზი და მინიმალისტური ანიმაციები აქვს, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. მომწონს ვიჯეტებიც და ის, რომ Nothing-ის მომხმარებლები ქმნიან თავიანთ სასურველ ვიჯეტებს და მე შემიძლია სხვისი ვიჯეტი გადმოვწერო და გამოვიყენო. ძალიან მაგარია ეგ. საშუალო ბიუჯეტურ სეგმენტში ეს სოფტი ვფიქრობ საუკეთესო გამოცდილებაა, რასაც შეიძლება შევხვდეთ Pixel 10a-სთან ერთად. მარცხენა მხარეს Essential ღილაკიც გვაქვს, რომელსაც შეგვიძლია სწრაფად ჩავიწეროთ ხმოვანი ჩანაწერები. ან screenshot-ს მივაბათ ჩვენი აზრები და ხელოვნური ინტელექტი დაალაგებს ყველაფერს. შეგვახსენებს თუ რაიმე შესახსენებელი ვთქვით voice-ში და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს სმარტფონი ლოკალური AI ფუნქციებით არ არის დიდად სავსე. ეს ზოგისთვის კარგია, ზოგისთვის ცუდი. ეს არის ის, რითაც გამოიკვეთება ამ სმარტფონების იდენტობა, დიზაინი, გლიფები და software. ასეთია ჩემი აზრები ამ სმარტფონებთან დაკავშირებით. კარგი კამერები, უკეთესი დიზაინი, კიდევ უკეთესი software და რაც მთავარია, რაღაც ახალი და განსხვავებული მინიმალისტურობა და ამასთანავე პირიქით მაქსიმალიზმი, რასაც სხვა ბრენდების სმარტფონებში ვერ შევხვდებით. Zoom-ერის ფილიალებსა და საიტზე უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ Nothing 4a სამ ფერში: თეთრი, ცისფერი და შავი, ხოლო 4a Pro 2 თეთრსა და შავ ფერში. ამ შესანიშნავი სმარტფონების ლინკები აღწერაში დაგხვდებათ. მე კი დავითი ვარ და შემდეგ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.